მოკლედ მეგობრებმა, გამაგდო TikTok-მა, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ გამაგდო კი. თუ ისევ გამაგდებს, მეგობრებო, აღარ გავაგრძელებ, ტელეფონზე ჩავწერ და მე ავტვირთავ. თუ კი ისევ გამაგდებს, იცოდეთ რომ აღარ შემოვალ. ამ საღამოს აღარ შემოვალ. გავაგრძელებ ახლა. საუბრობდი კარმაზე. ძალიან ბევრ თქვენთაგან შეიძლება გქონდათ ჩაკეტილი ჩაკრები, ქვედა ჩაკრები, რაც ნიშნავს იმას, რომ უარს ამბობდით ურთიერთობებზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე, ზოგადად კი არ გქონდათ სურვილი, საერთოდ არ გინდოდათ არაფერი, ჩამოხვჭვალი იყავით რო იტყვიან ფეხებით. ხო. ესეთია სიტუაცია, მეგობრებო. კი, თუმცა ვიტყვი იმას, რომ ეს ძალიან დიდ ტკივილსაც გაყენებდათ და ამავე დროს ეს იყო თქვენი დასამუშავებელი კარმა, რომელიც თქვენ თვითონვე უნდა გამოგესწორებინათ. ძალიანაც კარგი ერთი სიტყვით რო იტყვიან. გავაგრძელებ, მეგობრებო, თქვენი ენერგიები, თუმცა ისეთი ენერგიებია ეხლა აქ, რომ ტელეფონსაც ბნედა აქვს. კრუნჩხვები აქვს, მეგობრებო. ხო, აი ნახეთ, აქ იყო ჩარევები ადამიანების, აქ იყო ნეგატივი, აქ იყო მაგიები, ჯადოები. ანუ ხვდებით, ხო? კიდევ. თქვენი ენერგიები. ბევრ თქვენთაგანს უწევდა, ბევრ თქვენთაგან ქალბატონს უწევდა მამაკაცურ ენერგიებში ყოფნა. მოკლედ, შარვლიანი ქალბატონები. ხო, ძალიან ბევრს იბრძოდით, ძალიან ბევრს წვალობდით, ძალიან ბევრს პაექრობდით. აი ძალიან ბევრის, იცით როგორი სიტუაციები გიწევდათ, ბრძოლა გიწევდათ იმისთვის, რომ თქვენი არაფერი წაირთმიათ. ბრძოლა გიწევდათ იცით რა, როგორი ბრძოლა გიწევდათ, მეგობრებო, აი ყველანაირი თქვენი სიტუაციის დაცვა გიწევდათ. ხო, ანუ სულ დაგდებდათ, ადამიანები მოსვენებას არ გაძლევდნენ. რაღაც ესეთი სიტუაცია იყო კი. თქვენი ენერგიები. გამოუვალი სიტუაცია, ნახეთ. ხო, ძალიან გამოუვალი სიტუაცია გქონდათ. კიდევ თქვენი ენერგიები. წარმოიდგენთ ფანტაზიებში ურთიერთობას. იქნებ რომელიმე თქვენთაგანი ახლაც ფიქრობთ ურთიერთობაზე, მომავალზე. ხანაუთ რო იტყვიან. ხო, თუმცა ბევრ თქვენთაგანს გაქვთ კი სურვილი ურთიერთობის, სიახლოვის, ახლოს ყოფნა ადამიანთან, თუნდაც ურთიერთობაში კი ძალიან გინდათ რომ გყავდეთ გვერდით ადამიანი, რომელსაც ასე დაიჯღანებით. ხო, ასე ითამაშებთ მოკლედ ერთი სიტყვით. ხო, თითქოს ის წინს კითხულობს, თქვენ კიდევ აქედან ნერვებს უშლით, ხო. კი. ბევრ თქვენთაგანს გინდათ კი ურთიერთობაში, ბევრ თქვენთაგანს გინდათ წარსულიდან იქნებ ვინმეს დაბრუნება ურთიერთობაში, ხო, თითქოს ამ ურთიერთობის შეცვლა გინდათ, ყველაზე არ მაქვს საუბარი, მეგობრებო, ვიღაცეებთან საჯაროა და გავითვალისწინოთ, ყველაფერი გულთან არ მიიტანოთ, თუ კი რაიმე არ მოგწონთ და ამბობთ, რომ დროა იმის მოსული, რომ ჩემი ცხოვრება გამოვასწორო. კი, ესე ამბობთ. და დიდი სურვილი გაქვთ ამის. ბევრ თქვენთაგანს ჩაფიქრებული გაქვთ კიდევაც, რომ რაღაც ურთიერთობა დაალაგოთ, ან ზოგადად ურთიერთობაში შეხვიდეთ ისეთ ურთიერთობაში და დრო ამის ვამბობთ, სადაც იქნება ყველაფერი გაწონასწორებული, მოდი ასე ვიტყვი, და გაგების დონეზე და სურვილი გაქვთ ესეთ ურთიერთობაში შესვლის. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი მოკლე იყო თქვენი დახასიათება, თუმცა არ მაცალა ინტერნეტმა, მაგრამ ნუ რა ვქნა. ხო. ესეთი იყო თქვენი ენერგიები. ეხლა მეგობრებო, რაც შეეხება, ჩაიფიქრეთ ადამიანი და გავარკვიოთ ეხლა მისი ენერგიები. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები გავარკვიოთ. მანამდე მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, ძალიან მიიმედებით, მეგობრებო. ვაპატიეთ რომ ვაგვიანებ, მაგრამ ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, ხან ის, ხან ეს და მოკლედ რო იტყვიან, ესეთი ამბები მაქვს. იმედია ჩაიფიქრეთ სასურველი ადამიანი, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ, მეგობრებო, თუნდაც სხვა პარტნიორებზე, თქვენთვის საყვარელ ადამიანებზეც შეგიძლიათ კი ჩაიფიქროთ.
აი ესეთი პატარა ჯვარი მაქვს, მართალია ცოტა ისეთია, მაგრამ აქ დასადებად მაინც ძალიან ლამაზია მეგობრებო, ამიტომ ხო. დავიწყოთ ახლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. რას მოქმედებდა დღეს? მისი ენერგიები მაინტერესებს. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანს დღეს ქონდა კრიზისი. ამ ადამიანს ბოლო წვეთი აქვს დარჩენილი და ალბათ გასკდება. ხო, ანახეთ მეგობრებო, ანახეთ. რა საშინლე დღეშია, უბედურ დღეშია ეს ადამიანი 24/7-ზე ინტერნეტში ზის, ნახეთ, კომპიუტერი უკავია ესე დამჯდარი და სხვაგან არსად არ იხედება, მხოლოდ იქაა შემძვრალი. შემძვრალი, ჩამძვრალი, ჩაკუნცხული, რა ვიცი, რაც გინდათ ის და არ ქვით. ეს საცოდავია მის დღე მეგობრებო, 24/7-ზე კონტროლის ქვეშ ხართ, იცოდეთ. ძალიან დიდ ტკივილს აყენებს ის, რასაც ნახულობს იქ. მე არ ვიცი თქვენ რა საჩვენებთ, მაგრამ გაუბედურებულია რო იტყვიან. ეხლა ეკუთვნის თუ არა ეს თქვენი გადასაწყვეტია, ჩემი არა. ამას მე ვერ გეტყვით, მას ეკუთვნის თუ არა, ეს თქვენ უფრო უნდა იცოდეთ მეგობრებო. რატომღაც მგონია რომ ეს სამთელი აქ მე ეკრანს მიფუჭებს. ხო, კიდევ მისი ენერგიები მეგობრებო. გაითიშა წეღან, ეკუთვნის, ხო. რა თქმა უნდა, თუ ეკუთვნის. კიდევ მისი ენერგიები. ხო, მხოლოდ შენ მიყვარხარო ამბობს, მხოლოდ შენთან მინდაო ამბობს. ეხლა გაიაზრა. ხო, გაიაზრა ის და ნახეთ, ამ ადამიანს ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ თქვენთან დაბრუნდება. ან თქვენ დაიბრუნებთ, ან თქვენთან მოვა, რა ვიცი. არ ვიცი. თუმცა ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. ოღონდ მეგობრებო, წვეთი ერთი ბეწვიღა დარჩა და გასკდება, აფეთქდება, გაიფუშება, დაიხჩობა, რა ვიცი. ნახეთ რა სტრესია, შეხედეთ რა სტრესი აქვს. ამ ადამიანს ყველაფერი თავზე აქვს დამხობილი, რო იცოდეთ. ისე ნახეთ, ყველაფერი მისი საფიქრალია, ყველაფერი მისი სადარდებელია, მტარზე ვენოკია, ყველაფერი ამან უნდა გააკეთოს. კომუნალურები თუ, ფინანსები თუ, პრობლემები თუ, ჯანმრთელობა თუ, აქ ყველაფერი შეიძლება იყოს. ძალიან დიდი სტრესის ქვეშ იმყოფება, იმიტომ რომ გვერდში მდგომი და დამხმარე არ ყავს ამ უბედურს. მეგობრებო. ისე მოიკითხეთ ცოცხალი თუა. მეგობრებო. თქვენ კი არ ხართ ასე, თქვენი პარტნიორია ასე, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანია ასე. ხო. საცოდავათაა, ჩაკეტილია თავის ოთახში, შეიძლება ღამე რომ შეძრება თავის ოთახში სოროში, ასე დღეშია. ჭაკუნცხული ჩაიკეცება და მოთქვამს იმას, რომ როგორ დაგკარგად, სულიერი მეგობარი დაგკარგად, მისი სულმეითი დაგკარგად, მისი დიდი სიყვარული დაგკარგად. სიყვარული, სადაც იყო დიდი გრძნობა. მაგრამ მე რას ვფიქრობ იცი? ეს გრძნობა მხოლოდ თქვენგან იყო, მისგან კი არა. ამაშია საქმე. არა, არ გინდა მორგანა მიქელას დაანებეთ თავი მეგობრებო. არ გინდათ. იყვეს მის თავის ჭაობში. ესე იგი ცოცხალია. გავაგრძელებ მეგობრებო, მისი ენერგიები. საცოდავათაა ისე რომ იცოდეთ. საცოდავათაა მეგობრებო. მისი ენერგიები როგორც ყოველთვის გაქცევა და გაქცევა. სად მირბის, რატომ მირბის, მე არ ვიცი. ყოველთვის გაურბოდა ეს ადამიანი რეალობას. ეს ადამიანი რეალისტი არ იყო. ეს უკურეალისტი იყო. ეს ადამიანი ყოველთვის იყო როგორ იცი, უკან იხევდა ყოველთვის და ყველაფერი გრჩებოდათ თქვენ საფიქრად. კიდევ. ხო. თუ მამაკაცები მიყურებთ, თქვენ ქალბატონებს საუბრობ და თუ ქალბატონები მიყურებთ, მეგობრებო, ეს ადამიანი ისე გარბის და გამორბის, მაინც თქვენზე ფიქრობს. ხო, კიდევ მისი ენერგიები. ამ ადამიანს თითქოს უნდა რომ ბოდიში მოგიხადოთ, თითქოს რაღაცა უნდა რომ აპატიოთ, თითქოს თავის დანაშაულს ნანობს. სერიოზულად ჩახედამ ყველაფერს თვალებში და მიხვდა რომ დააშავა, მიხვდა რომ და აღიარებს იმას, რომ თქვენ ძალიან დიდი ერთგულება შეგიძლიათ. თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც შეიძლება ენდოს ეს თქვენს დახასიათებაში ამოვიდა, ამიტომ ეს თქვენ ხართ და თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისთანაც შეეძლო რომ დიდი რწმენა ქონოდა, მაგრამ ჩაებსა ისტორიებში. ხო.
კიდევ მისი ენერგიები. კიდევ ძალიან მაინტერესებს მეგობრებო, ხო? ძალიან მაინტერესებს. აი ხო გეუბნებით. ეს ადამიანი ახლა ძალიან множественный выбор. ანუ ძალიან ბევრ ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ საპირისპიროდ მოიქცეს თქვენთან დაკავშირებით. მოდი ესე ვიტყვი, ცეცხლზე თამაშებაო რო იტყვიან მეგობრებო, ხედავთ ხო? როგორ აგერ ცეცხლი და თამაში. თამაშობს ეს ადამიანი. თამაშობს, თან როგორ თამაშობს, ნახე, რისკავს, მაგრამ მეგობრებო, ნახეთ, ბოლოს მაინც გაავებული რჩება, საცოდავია მის დღე. იმიტომ რომ არ გამოსდის არაფერი, იმას, რასაც რისკავს, ის არა, რასაც ელის, შედეგი არა აქვს. ხო, და მე გაავებულია. ასე ამბობს. ძალიან საინტერესოდ ჭიკჭიკებს. კიდევ მისი ენერგიები, ხო, დამწუხრებულია, განადგურებულია, დამთავრებულია ამბობს. მე წავედიო და მე დავამთავრე ეს ურთიერთობაო. ჩემი ბრალიაო მეგობრებო და ეხლა ბრაზობ მეო ჩემთვის. თვითონ წავიდა, თვითონ დაასრულა და ეხლა თვითონა დეპრესიებში. დეპრესიონერა. ხო, ეს ადამიანი არის დეპრესიონერა. დეპრესიონერა. ხო. კიდევ. აი ესეა მეგობრებო. კიდევ და კიდევ. აი, როგორი ბინძური ფეხით წავიდა თქვენგან. ხედავთ? აი ესე დაბინძურებული ფეხით წავიდა თქვენგან. ნუ ვინ რა და ვინ რა, ეხლა თქვენ სიტუაციას მოერგეთ. გაუგებრობაში წავიდა. ეს ადამიანი ეხლა არ გაჩვენებთ თავის ტკივილს, არ გაჩვენებთ თავის მწუხარებას. ესე დახვიჭავს, თვალებს დაწევს, აიფარებს პირზე რაღაცას და ყველანაირი ხერხის გამოყენებით მალავს თავის აი იმ ცუდ სიტუაციას, რაც აქვს შინაგანად. ძალიან ცუდათაა მეგობრებო, კატასტროფულათაა. ხო, არის ახლა ესე განდეგილი თავისთვის, ზის ესე მდინარის პირას, თუ ტბის პირას და ოცნებობს. ხო, და მღეროდეს ეგება, ამირანგულში მღეროდაო, საცოდავი ამის დღე მეგობრებო. ისეთი ძალა გამოლეულია, ისეთი გამოცლილია, ძალა გამოცლილია, რომ არაფრის თავი არ აქვს. ხო. არაფრის თავი არ აქვს, დააბრალოს მის თავს. თავი რო ქონდოდა და ჭკუა რო ქონოდა, ესე არ მოიქცეოდა. მე მგონი ესეა. ერთი ორი ბარათი კიდე მეგობრებო. კიდევ რაო? ხო, შორსაა, თქვენგან შორსაა. წასულე მეგობრებო. წასულე ეს ადამიანი თქვენთან არა. თქვენ ერთად არ ხართ, ძალიან დიდი მანძილია თქვენთან, თქვენ შორის. დოლგაია დაროგა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი უნდა იმგზავროს, რომ თქვენთან მოვიდეს. ძალიან ბევრი დაბრკოლებები აქვს სამაგეროდ და ეს განშორება მისთვის არის ჯოჯოხეთი რო იტყვიან. ხო, ძალიანაც კარგი ეკუთვნის. იმიტომ რომ აღიარება მომეწონა, მე წავედიო თქვა, მე დავასრულეო, მე წავედიო, ხო და ეხლა მე ვდარდო, ხო, ყველაზე მეტათო, ძალიანაც კარგი. მივესალმები. ამიტომ ეკუთვნის. ვინც რას დააშავებს, იმას მიიღებს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო დახასიათება თქვენი და თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის. ეხლა რაც მე მინდა არის ის, რომ ჩვენი დღევანდელი თემა იქნება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის მომდევნო ნაბიჯები. ხო, ეხლა გავარკვიოთ. ეხლა მისი მომდევნო ნაბიჯები. რაც მოიმოქმედებს, რისთვის უნდა იყოთ მზად. ხო, მეგობრებო, ხა სიყვარული აქვს, ისე კი? ეხლა აქვს სიყვარული, სავარაუდოდ. აქამდე თუ თქვენ გიყვარდათ და მისგან არ ღებულობდით სიყვარულს, ეხლა თვითონ ამბობს, რომ მეც მიყვარხარო, მეც მიყვარხარო მეუბნება. ანუ ორივეს გიყვარს ერთმანეთიო, მას გონია რომ თქვენს გიყვართ. კი. ო? ი მეგობრებო. თვითონ ასე ფიქრობს. მე ხა გადაურევ ამ კარტეს მეგობრებო და რაშია ძაღლის თავი დამარხული, ეხლა გავიგებ. ხო. თვითონ ესე ფიქრობს მეგობრებო, ხო. რომ აქ ორმხრივი სიყვარულია, მაგრამ ეხლა გავარკვევ. რას ფიქრობს თვითონ? მაგი რომ ფიქრობს, ისე სადაა. ხო.
ეგონას გიждები, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მეგობრებო. მაგას რომ გონია ისე სადაა. ბალზე ტყემალი არ ამოდის, ხო ვიცით? ბალზე ტყემალი არ ამოდის, მეგობრებო. ასე რომ მაგას რომ გონია ცხოვრება ისე არაა. დავიწყებ. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის მომდევნო ნაბიჯები. აბა დავიწყებთ. გადაწყვეტილება ამ ადამიანს, გადაწყვეტილება აქვს მისაღები. ეს ადამიანი დგას გადაწყვეტილების წინაშე. გადაწყვეტილება აქვს მიღებული თუ როგორ მოგწეროთ წერილი. ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც შეგატყობინოთ. ხო. ამ ადამიანს კიდევ მისი ნაბიჯები იქნება რა ახლა უყურეთ. მუშაობა, შრომა და კვლავ შრომა, მუხთახრილი შრომა. ხო, კიდევ ამბობს რომ სამყაროს ძალიან დიდი იმედი მაქვსო. თუმცა მინდა გითხრათ რომ გამარჯვებით უნდა ამ ადამიანს ყველაფერი და კიდევ რა ხდება იცი, ბევრ ამას არ გეუბნებათ. არ გეუბნებათ იმას რომ თითქოს ამ ადამიანს უნდა რომ ამ ურთიერთობაზე იმუშაოს. თითქოს რაღაც გააკეთოს, ხო, მაგრამ ის რომ მას რომ უნდა ისი არა საქმე აწყობილი ვიცით. ძალიან ბევრი პრობლემები აქვს, ძალიან ბევრი დანაკარგები აქვს. აქ არის ღალატიც. ამ ღალატს ვერ დავმალავთ, ვერ წავშლით გონებიდან, ვერ ვაჩუქებთ ვერავის, ვერ დავაბრალებთ ვერავის და ვერ დავივიწყებთ საერთოდ. დამეღალა ენა, მეგობრებო. ხო. მაგრამ იმას რა უყოთ, რაც იყო. ძალიან ბევრი სირთულეები აქვს, ძალიან ბევრი ინტრიგები აქვს, ძალიან ბევრი პრობლემები აქვს. ხო, აქვს ძალიან ბევრი, იცით რა აქვს ამ ადამიანს, მეგობრებო, შეცდომები აქვს რაღაც დაშვებული, შეიძლება კონდეს მატერიალური პრობლემებიც, დანაკარგები შეიძლება კონდეს, ეს ადამიანი გაჩვენებს სრულ თავისუფლებას, მაგრამ მოჩვენებით თავისუფლებას. იქნებ ხედავთ რომ ძალიან ბედნიერია, მაგრამ არ დაიჯეროთ. იქნებ ხედავთ რომ თავს გაჩვენებს ძალიან თავისუფლად, სადაც მინდა მივდივარ, ასე და ისე, მაგრამ მეგობრებო, არ დაიჯეროთ. სრული ქაოსი აქვს. ბალოტში ცურავს ეს საცოდავი. ამ ადამიანს ეშინია დაგვიანების. ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც თავისი პრობლემები მოაგვაროს და ამ ყველაფერს გამოექცეს, თუ გაექცეს, რა ვიცი. ძალიან ეშინია თქვენთან დაგვიანების. ვინმე ხო არ ყავთ? ამას ფიქრობს. კატასტროფულ სიძნელებში და სირთულეებშია. კატასტროფულ პრობლემებშია, მეგობრებო. აი თქვენ რო ვერ დაგესიზმებათ, ისეთ პრობლემებშია. იხჩობა პრობლემებში, მეგობრებო. აღღეთათ. ანახეთ თავის ტყუილებში როგორ იხჩობა. მაგრამ მეგობრებო. ეს ადამიანი ამბობს რომ არ დაგთმობთ. ეს ადამიანი ამბობს რომ თქვენთან თავიდან უნდა ურთიერთობის დაწყება, ურთიერთობის გაახლება. არავითარ შემთხვევაში არ დაგთმობ, ხო ასე ამბობს. მისი ქვეცნობიერი ესე ამბობს. კი. ამ ადამიანს თავიდან უნდა ახალი ფურცლიდან თქვენთან სიახლეების დაწყება. ამ ადამიანს თქვენთან ბალანსი უნდა. ხო. ძალიან განიცდის დაცილებას. ღალატს განიცდის. ეხლა ვისგან აღალატი თქვენ უფრო მიხვდებით. ხო. და ძალიან დიდ მთვარეშია. მოკლედ. როგორ იქნება მისი ნაბიჯები? ცუდად ვარო ამბობს. მეგობრებო. როგორ იქნება მისი ნაბიჯები? მისი ნაბიჯები ჯერ ვერაფერი ალბათ, იმიტომ რომ ნახეთ, ფინანსები არ აქვს ამ ადამიანს. ეს ადამიანი, ამ ადამიანმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო თავის საქციელით. ამბობს რომ გონივრულად მინდა ვიმოქმედო, სასწაულია ისე კი. ამ ადამიანს თქვენთან აი ხო გეუბნებით, დაბრუნება უნდა და უკან არ დავიხეო, ამბობს მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში თავს არ დაგანებებთ ეს. ხო. მისი ნაბიჯები, დაბრუნება თქვენთან. უკან არ დახევა. ყველაფრის გაკეთება. ძალიან მაინტერესებს ახლა. გასაგებია, კაი, უკან უნდა დაბრუნება. ხო. ეხლა მინდა ვკითხო. უკან უნდა დაბრუნება, კაია, უნდა ერგებოდეს.
უნდა ერგებოდეს მეგობრებო. კაია, გინდა კაია, უნდა გერგებოდეს. თუ ერგება ამ ადამიანს თქვენთან დაბრუნება. შეკითხვები მოგწონთ. თუ ერგება, მეგობრებო, ამ ადამიანს თქვენთან დაბრუნება თუ არა მეგობრებო, რა ერგება, რის ერგება, რა შეერგება, ხო არ გადაავთ. ურთიერთობის გაწყვეტა. კიდევ. მეგობრებო, ერგებაზე არაა საქმე, შეერგებაზეა საქმე. რაც დათეცა იმას შეირგებს ახლა. ბუმერანგი უბრუნდება ამ ადამიანს მეგობრებო. აუქნა მე, ჩემ ბრალი არა, მე არ დამაბრალოთ. ამ ადამიანს ბუმერანგი ელოდება. რა ბუმერანგი? რა არის ის ბუმერანგი, რაც ელოდება? დანაკარგები, შურიანობა, ყოყმანი, აქამდე თუ თქვენ ღელავდით, ახლა თვითონ ინერვიულებს. კიდევ, რა ელოდება? მარტო ყოფნა. ამ ადამიანს ელოდება მარტო ყოფნა. მარტოობა ელოდება. ეს იქნება მისი ბუმერანგი. მეგობრებო, იცით რა ხდება? თქვენ ხო დაგტოვათ მარტო, თქვენ ხო მიგატოვათ ამ ადამიანმა, ხო გაგიმეტათ, ხო და ეხლა ისე მარტო დარჩება თვითონ. ხო. თვითონ დარჩება ეხლა მარტო. ხო. შეი არა მისმა მატარებელმა, კიდევ. მოდი ახლა მინდა ვკითხო, უფლება რო კონდეს ამ ადამიანს. უფლება რომ მიცეთ ამ ადამიანს. სამყარო მიცეს, რომ მიცეს უფლება. რას გააკეთებდა ეს ადამიანი? მეგობრებო, რა ოქნა, ოჯახი უნდა თქვენთან, დაბრუნება უნდა თქვენთან. ძალიან გამამწარა მეგობრებო, ძალიან გამამწარა ტელეფონმა. ამ ადამიანს თქვენთან ოჯახი უნდა. ამ ადამიანს თქვენთან ახალის დაწყება უნდა, უფლება რო კონდეს კი. ამ წუთასვე. ოხ, მებოდიში. ამ ადამიანს ფუფუნება უნდა ისევ თქვენთან. იმ ფუფუნებაში დაბრუნება უნდა თქვენ რო გქონდათ შექმნილი მისთვის. რა მაგარია რა მეგობრებო? ეს არის ადამიანი, რომელიც ფუფუნებაში იმყოფება. და ამ ფუფუნებაში უნდა დაბრუნება. როგორ ფიქრობთ ახლა? აი როგორ ეშინია ამ ყველაფრის დაკარგვის. ანუ უკვე დაკარგულია უკვე. ხო. კი მეგობრებო, იხედება თქვენსკენ. ხო გეუბნებით თქვენთან დაბრუნება უნდა ამ ადამიანს, ხო. მიართვით თუ ვერ მიართვით, ეს უკვე ვიცი მე, მისართმევიც რო აღარა, ესეც კარგად ვიცი, მაგრამ თვითონ ასე ამბობს. ისი ნაბიჯები არის უკან დაბრუნება ოჯახში. გადატრიალებაო და გადატრიალდით ოჯახშიო. ხო. ესეა მეგობრებო, კი, ოჯახი უნდა. ვაი რომ ოჯახი უნდა. ამ დროს მაინტერესებს ახლა თქვენი რეაქცია. თქვენი რეაქცია ამ დროს. თქვენ თავჩახრილი მუშაობთ. ხო. თქვენი რეაქცია ამ ადამიანთან არასრული ბედნიერება. ცალმხრივი სიყვარული, თქვენ ეს ადამიანი აღარ გიყვართ. საქმეც მაგაშია. ამ ადამიანის გვერდით გაუტანლად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი. ნახეთ რა წერია მეგობრებო. გაუტანლობა, ვეღარ იტანთ უკვე ამას. ხო არ გადაავთ, ვეღარ იტანთ, გულწრფელად ვეღარ იტანთ უკვე. ხო. ამასთან ყოფნას მეგობრებო 24/7-ზე მუშაობა გირჩევნიათ. თქვენი ფიქრი. ხო, თქვენს ბალანსში ხართ უკვე. ხო. ხო. მეგობრებო, ეს ადამიანი თქვენ გამოკამათობს, ან ქალის გამოკამათობს, თქვენ გამოკამათობს, ქალთან კამათობს, ქალის გულისთვის კამათობს. არ ვიცი ახლა ორივე შემთხვევაში მამაკაცებისაც და ქალბატონებისაც ეს ადამიანი ქალის გამოკამათობს, ან ქალთან კამათობს. ან თქვენთან იკამათებს ქალის გამო. ეს მოხდება მოულოდნელად. თქვენ ამ ამბავს საერთოდ ვერ წარმოიდგენთ, ისე მოხდება მეგობრებო. კი. იცოდეთ რომ ეს ადამიანი კამათს აპირებს, ან იკამათებს ქალის გამო, ან თქვენ გამო ქალთან, ან ქალთან იკამათებს თქვენ გამო. რაღაც მსგავსი მეგობრებო. იცოდეთ? და ეს იქნება მოულოდნელი შოკი თქვენთვის. ხო. სასწაული. მისი ნაბიჯები, აი ესეთ იქნება ნაბიჯები. თვითონ ფიქრობს რომ ვიღაცას ეკამათოს, ან თქვენ გეკამათოს ქალის გამო, ან ვიღაც ქალთან იკამათოს. გაითვალისწინეთ მეგობრებო, მზად იყავით.
მომზადილები იყავით. კიდევ. მისი ნაბიჯები. უპატიოსნო თამაში, მეგობრებო, კარგს არაფერს ელოდეთ მისგან. კარგს არაფერს ელოდეთ მისგან, იცოდეთ. ამ ადამიანიდან კარგს არაფერს ელოდეთ. იყავით, როგორ ქვია? აი მე მეგობრებო, რა ქვია, გაფრთხილებულები და ფრთხილად იყავით. რაღაც ჩაფიქრებული აქვს. ცუდი რაღაც აქვს ჩაფიქრებული, იცოდეთ მეგობრებო, უპატიოსნო უნდობლობა აქვს ჩაფიქრებული. არ იფიქროთ, რომ კარგს რამეს გააკეთებს. ხიზლად იყავი, ხო? ხა, ხიზლად იყავით, კი მეგობრებო. მოულოდნელად რაღაცას გააკეთებს ეს ადამიანი. ხო, მეგობრებო, როგორ მოტყუდება ნეტა იცოდეთ. თქვენ ხო იცით ახლა ეს ამბავი? არაფერი არ გამოუვა. მოტყუებული დარჩება. აუცილებლად იფიქრებს თვითონ ცუდის გაკეთებას, მაგრამ დარჩება მოტყუებული, იმიტომ რომ თქვენ უკვე იცით ეს ამბავი და ამ ყველაფერს არ დაუშვებთ. ძალიანაც კარგი. ლენჩუაშვილი. ლენჩუაშვილი. მეგობრებო. ძალიან მაინტერესებს ახლა. ჭკუა რომ რიგდებოდა ამ ადამიანის ადგილი იყო იქ თუ არა? თუ იყო იქ მისი ადგილი? ჭკუა რომ რიგდებოდა, არა მეგობრებო, შეხედეთ. ჭკუა რო ქონოდა ამას, ამ მის აწყობილ ცხოვრებას არ დაანგრევდა, ხედავთ ხო? არა მეგობრებო. არა. არ იყო ჭკუა იქ. ჭკუა რომ რიგდებოდა მისი ადგილი იქ არ იყო. ძალიანაც კარგი. ეხლა მინდა ვკითხო კაცს. ლენჩუასზე, ლენჩუაშვილი. კი, ანა მარია, ნამდვილად. ლენჩუასზე, ლენჩუაშვილი. ან ლენჩუას ასული, ლენჩუაშვილი. ხო, ქალის შემთხვევაში ასული და ბიჭის შემთხვევაში ძე. ნუ ვინც ხართ ახლა თქვენ მიხვდებით, ვიზე არა არის. ხა. მეგობრებო, სასწაული, ნახეთ როგორ აისაცოდავი. ზის არა გდიას მომენტია და იხსენებს თქვენთან გატარებული ნებისმიერ წუთს თუ წამს. ძალიან დიდ ნოსტალგიებშია, ძალიან დიდ მოგონებებშია, წარსულშია დარჩენილი. უბედური ამის დღე. ხა. იცით როგორაა მეგობრებო, ეხლა გონება აქვს არეული ამ ადამიანს. ფაქტებს ვერ უკავშირებს ერთმანეთს ისე ცუდათაა. რა გააკეთოს არ იცის, როგორ მოიმოქმედოს არ იცის, აი რა ქნას არ იცის. გდია სპონჩია, გდია, ახლა გდია ისაცოდავი. ნუ რა ვქნათ ახლა მისი ნაბიჯები მეგობრებო კიდე უნდა ვკითხო ამ ყველაფრის და მიუხედავად ამ თქვენი დაძაბული სიტუაციის და მიუხედავად მაინც რას მოიმოქმედებს კონკრეტულად ეს ადამიანი მეგობრებო საიდანაც წავიდა იქ უნდა დაბრუნება სადაც გულგატეხილები დაგტოვათ, სადაც აი ეს რვიანების თასი დატოვა, იქ უნდა დაბრუნება. რა გავაკეთო? მას უნდა, მე არა, მეგობრებო, მას უნდა. ეს მას უნდა. ბატონო, უნდა რომელია? უნდა და იმფერი უნდა, მეგობრებო, რა. გაახლება უნდა ურთიერთობის. თქვენი რეაქცია მაინტერესებს. რა ვთქვა, მაგრამ
თქვენი რეაქცია მაინტერესებს. თქვენი რეაქცია, მეგობრებო, ახლა როგორია შეხედეთ. საკუთარი თავის ძალიან დიდი ეგოისტები ხართ გამხდარები. ძალიანაც კარგი. თქვენი რეაქცია არის ის, რომ ამ ადამიანთან არასტაბილურობის მეტი არაფერი არ გელოდებათო. არ გველოდებაო, მელოდებაო, ამას ამბობთ. ნებისმიერ თქვენთაგანი. დამღალა მაგისმა ვალებმაო, მაგისმა სიშტერეებმაო, მაგისმა პრობლემებმაო, ეჭვიანობამო, შურიანობამო, ყველაზე მეტად შურიანობამო. არასტაბილურობის შიში მაქვს ამ ადამიანთან ცხოვრება არის ჯოჯოხეთიო. ამ ადამიანთან ვერანაირ პრობლემას ვერ ვაგვარებო, საერთოდ ვერ ვაზროვნებო, ღამე არ მძინავსო, ეტყობა კამათობდით სულ მეგობრებო. ასე რომ ამბობთ, რომ განმეორებითი შეცდომები აღარ იქნებაო და დავამთავრე მე კონფლიქტი მასთანო. მორჩა კინო წაი სახშიო ასე უთხარიო. კი ბატონო. კიბო. აბა მეგობრებო, რავა მიაყარა და მიაყარა, ხო ხედავთ, რაც დავიწყე, ენა ვერ გავაჩერე. ანა მარია, წყალი მოთქვიო, რატომ არ მეუბნები? მეგობრებო, რა შეკითხვა დაუსვა ვეღარ ხვდები, იმდენად დამღალა, აი გეფიცებით ადამიანობას, იმდენად დამღალა და გაბრუებული ვარ, ეხლა თავისად მაგ არ ვიცი. იმიტომ რომ ჩქარა მალაპარაკებს. ჩქარა თქვიო, თან მეუნება ჩქარა თქვიო, მეგობრებო. ამბობს რომ პაუზაო, პაუზებში ვარო. ეკონომია მაქვს, ეკონომიურად ცხოვრობა მეგობრებო. დააბრალოს მის თავს. მეგობრებო, არ მაქვს ფულიო, არ მაქვს საჭმელიო, არ მაქვს სასმელიო, ვარო ჩაკეტილიო, ვის შეიძლება ციხე კონდეს, ვის პატიმრობა კონდეს, ვის შინაპატიმრობა კონდეს, ვის მიჯაჭულობა კონდეს, არასტაბილურობის შეგრძნება კონდეს, დამარცხება კონდეს, ხო, დამორჩილება კონდეს, რაღაც მორჩილებით ცხოვრობდეს, ვის რა და ვის რა მეგობრებო. მაგრამ იცით რა უნდა ამ ადამიანს? ისე უნდა რომ ბედით სადოს. ეს თავის დახასიათებაშიც გვაჩვენა იქ, რომ კიდე უნდა რომ ბედით სადოს. ამ ადამიანიდან ელოდეთ ამბავს. ან ამ ადამიანიდან ელოდეთ ამბავს, ან ამ ადამიანის შესახებ ელოდეთ ამბავს. კი, ელოდეთ ამბავს მეგობრებო. მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ რაღაცას. მოიყვანს ხოხვით, მოიყვანს კი და მე თქვენ გააბუნძუნებთ უკან. ისე უნდა დაბრუნდეს მეგობრებო, კი. წესით უნდა დაბრუნდეს და მე თქვენ უნდა გააბრძანოთ უკან. ხო. შიკრიკი. ხო, უსამართლობა. მოკლედ მეგობრებო, ხა რა მინდა ვკითხო კაცს თუ იცით. რაგვარები არიანო. ლენჩუაშვილები. ლენჩუაშვილები. ხო. მოკლედ მეგობრებო, რა რჩევას მოგცემთ ტარო? მოდი რა რჩევას მოგცემთ ტარო? აი თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? შანსის არ გამოყენება, ყოყმანი. იყვყმანოთ უნდა მეგობრებო. აი იცით რა უნდა უთხრათ? აი უნდა ანერვიულოთ, არც კი უნდა უთხრათ და არც არა. აი არ ვიცი, მოვიფიქრებ. ეს ვაფშე დანის დარტყმა ზურგიდან მეგობრებო, რო იცოდეთ. ბევრ თქვენთაგან თუ კი გაწყობთ ეს სიტუაცია, შეგიძლიათ ესე მოიქცეთ. თუ გინდათ რომ აწვალოთ. ხო? ესე უნდა უქნათ მეგობრებო, იყვყმანეთ ეხლა თქვენ. ხო. ეხლა თქვენ გამოიყენეთ თქვენი შანსი ასე რომ იყვყმანეთ. როგორ უნდა მოიქცეთ? ნახეთ მეგობრებო, ესე გააკეთეთო, კარტი გეუბნება და შედეგი ნახეთ რა იქნებაო. მალე ნახავთ შედეგსო. ხა, დაждდება მეგობრებო და ღმერთ შეეხვეწება ესე, საცოდავი მისი დღე. რო ღმერთო მიშველეო. მეგობრებო. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ?
დაკავდით თქვენი ცხოვრებით. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? თუ კი რომელიმეს ეხლა თქვენთანგანს გაქვთ პრობლემები მეგობრებო, ვიღაცას რაღაცის პრობლემა აქვს, ეხლა გეტყვით. ხო. ეხლა უყურეთ რა ხდება აქ. თუ კი გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ფინანსური პრობლემა, ფსიქიკური პრობლემა, მემკვიდრეობის პრობლემა სამართალთან, ეხლა ყველა სხვადასხვანაირი პრობლემები გვექნება, ხო? რაღაცა, ვიღაცას რაღაცა. ის პრობლემა რაც თქვენ გაგაჩნიათ და რაც თქვენთვის პრობლემა მეგობრებო, ეს აუცილებლად მოგიგვარებთ მამაკაცი და ეს მამაკაცი გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. ეს მამაკაცი დაგეხმარებათ იმ პრობლემების მოგვარებაში, რის წინაშეც ეხლა გახართ. ხო. აქ მე ვხედავ ქალს, ქალი არის იმპერატორი ქალი, რომელიც მყარად დგანა ფეხზე და ამ ქალს აქვს ძალიან რაღაც დანაკარგები. მე არ ვიცი ხა ეს რატომ ამოვიდა თქვენთან მეგობრებო, მაგრამ შეხედეთ, აქ ქალიც მყარად დგას ფეხზე და თქვენც თითქოს და მყარად დგახართ ფეხზე, რაღაცნაირად მყარად დგახართ მაინც ფეხზე კი. ეს ქალბატონი, ეს ქალი არის წარსული ცხოვრებიდან გამოსული. არ ვიცი რატო ჩანს. ხო, ნახეთ ეხლა. თითქოს ამ ქალთან რაღაც სიახლეები გელოდებათ მეგობრებო, არ ვიცი რა არის, მაგრამ ასე საუბრობს კარტი. ამ ადამიანთან კი, თითქოს ამ ადამიანიდან ელოდებით რაღაცას, ან ეს ქალბატონი ელოდება რაღაცას, ნებისმიერ შემთხვევაში ვინც არ უნდა მიყურებდეთ ეხლა. ქალბატონი თუ მამაკაცი, თქვენ ცხოვრებაში არის ქალი, რომელიც მეგობრებო, თქვენს მიმართ ძალიან თბილია, ძალიან ყურადღებიანია, ძალიან ისეთ ყურადღებას იჩენს და ეს ქალი არის თქვენთვის გამარჯვების მომტანი. ეს ადამიანი თითქოს რაღაცის პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ წინსვლაში. ამ ადამიანს თითქოს რაღაც ფინანსებიც აქვს თუ ერთად გექნებათ ეს ფინანსები, არ ვიცი რაღაცა საქმეს წამოიწყებთ, არ ვიცი რა იქნება. მინდა გითხრათ ეხლა, ამ ადამიანიდან მიიღებთ ოფიციალურ წერილს, ოფიციალურ გადაწყვეტილებას, არ ვიცი რაღაცას აქტიურობას, თითქოს მოულოდნელი საჩუქარი გელოდებათ, რაღაც საჩუქარი გელოდებათ მეგობრებო, მე არ ვიცი ეხლა ეს რა იქნება და რა არის, მაგრამ გეუბნებით რომ რაღაც მოულოდნელი საჩუქარი გელოდებათ. ბოლოს ასე ამბობს საუბრობს კარტი. თუ კი რაიმე ყოყმანი გქონდათ, ხო? თუ კი რაიმეზე ყოყმანობდით, თუ კი რაიმეზე რაღაც იმედგაცრუება გქონდათ, თუ კი უსამართლობა გქონდათ, მეგობრებო, რაღაცასთან უსამართლობასთან ბევრი ბრძოლა გქონდათ, რაღაც იყო ამასთან დაკავშირებით. აუცილებლად გეძლევათ რაღაც ახალი შანსები, ახალი ალიანსები ამ ადამიანიდან, ამ ქალბატონიდან, თითქოს რაღაცას ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე თქვენ მიხვალთ თუ ერთად მიხვალთ თუ საერთოში გადაწყვიტავთ რაღაცას ერთად, არ ვიცი რა იქნება ეს მეგობრებო. მე ვერ გეტყვით ამ ყველაფერს, ესე საუბრობს ბოლო 4 სურათით კარტი, ამიტომ ელოდეთ რაღაც ოფიციალურ წერილს, ოფიციალურ შეტყობინებას, ლიტერატურულად გადაწყვეტილებას, შეიძლება იყოს ნაძალადებიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იქნება რაღაც სასიკეთოდ იქნება ეს ყველაფერი, სასიკეთოდ წავა თქვენთვის და ეს შეიძლება იყოს კიდევ მოულოდნელი საჩუქარი თქვენთვის. ამიტომ რაღაც ამბავს და რაღაც გადაწყვეტილებას ელოდეთ. არ ვიცი ვისთან როგორ რეზონირდება მეგობრებო, ძალიან მოხარული ვიქნები თუ კი მე გამაგებინებთ. ხო, ვერ გეტყვით სხვა დანარჩენს, ესეთი იყო ტაროს ინფორმაცია მეგობრებო. კი ბატონო. მოდი მაინც 2 დასტით, 2 სიტყვით ვკითხოთ კარტს.
რა არის ის ინფორმაცია, რასაც ეს ადამიანი გადაწყვიტავს, ან ეს ადამიანი დაგეხმარებათ. რა ინფორმაციაზე საუბრობს, მეგობრებო? რა ინფორმაციაზე საუბრობდა ამ ბოლოს? თითქოს რაღაც შანსის არ გამოყენება, რაღაც შანსის არ გამოყენებაზე საუბრობს. ან შეიძლება წარსულში იყო რაღაცა და ეხლა გამოსწორდეს რაღაც სიტუაცია. ეს იქნება მოულოდნელი თქვენთვის. რა სიტუაციაზე საუბრობს? რა სიტუაციაზე საუბრობს? მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ, სამყარო თქვენს გვერდითაა. სამყარო თქვენს გვერდით არის. ის ინფორმაცია, რომ სრულყოფილებაში შედიხართ, თითქოს რაღაცაზე თავჩახრილი მუშაობა მოგიწევთ, ხო, შრომა მოგიწევთ, იმას, რასაც მიაღწევთ, ეს თქვენი შრომით იქნება არასხვისით. ხო, აი ამიტომ იმას, რასაც გააკეთებთ სამყაროს დახმარებით, კი ბატონო, შეიძლება იყოს მოულოდნელი გადაადგილებაც, ორვადაში, არ გამოვრიცხავ ორვადაში, ამიტომ ამ სასიხარულო ამბებს, ამ რაღაც გადაწყვეტილებებს, ამ რაღაც შეიძლება ერთად გააკეთოთ რაღაცა, ვიღაცასთან ერთად და შეიძლება საერთოდ ზოგადად, ვისთან რა და ვისთან რა, მეგობრებო, ხა მე აქ საჯაროა და ვერაფერს ვერ დაგიკონკრეტებთ წესიერად და ზოგადად. უბრალოდ თქვენი სიტყვა კოდი უნდა თქვენ თვითონ გამონახოთ. ხო, ეს არის ის, რაზეც ძალიან ნერვიულობთ, რაზეც ძალიან განიცდით. ხო, გეუბნებით. აქ გექნებათ ამ ქალბატონიდან გვერდში დგომა დახმარება, ან ამ ადამიანის მეშვეობით ძალიან წარმატებული გახდებით. აი რაღაცა საერთოს ვხედავ მე აქ. საერთოს ვხედავ რაღაცას აქ მე. მე არ ვიცი ახლა ეს რა იქნება, ბიზნესი, რაღაცას წამოიწყებთ, მეგობრებო. თქვენ რაღაც საერთოში ეს ერთად საერთო საქმეს წამოიწყებთ. მე არ ვიცი რა იქნება ეს, მე ვერ გეტყვით, მე არ ვიცი. უბრალოდ ვხედავ მე აქ თქვენს გაერთიანებას. რასთან დაკავშირებით იქნება ეს, მე აღარ ვიცი. უბრალოდ ბიზნეს პარტნიორობა, ურთიერთობა, რაღაცის გაკეთება ერთად, რაღაცას მოილაპარაკებთ, რაღაცას დაგეგმავთ და რაღაცას გადაწყვიტავთ. ეს ყველაფერი მოხდება ორვადაში, 2 დღეში, 2 საათში, 2 დღეში, 2 კვირაში, 2 თვეში. 2 რიცხვში, 12 რიცხვში, 22 რიცხვში, შეიძლება იყოს 24-იც, რადგან ორიანი ურევია და 28-ც შეიძლება იყოს, მეგობრებო. ხო, არ ვიცი რატომ თქვი. არ ვიცი 28 რატომ ვთქვი, მაგრამ 28. 28. ხო. ასე რომ, მეგობრებო, ყველაფერი კარგი წინ გაქვთ ჯერ კიდევ. ესეთი იყო უბრალოდ ტაროს მოწოდებული ინფორმაცია. ეხლა მინდა მე ვკითხო ასტრაბარათებს. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის მომდევნო ნაბიჯები. რას უნდა ელოდეთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანიდან? თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის მომდევნო ნაბიჯები. ჩაიფიქრეთ, ვინც გინდათ, მეგობრებო. ხო, აი ეს უკვე სუსხვა. აქ ვხედავ რაღაცის დაწყებას, რაღაცის წამოწყებას, რაღაცის გახსნას. ეს ადამიანი შეიძლება რაღაცებს კითხულობდეს, რაღაცებს მანტრებს აკეთებდეს, წმენდებს აკეთებდეს, ან იკეთებდეს, არ ვიცი. წიგნი გადაშლილი აქვს. რაღაცას აკეთებს. ისი მომდევნო ნაბიჯები. აბატონო, კიდევ მეორე ბარათი, რომელიც არის მომზადების, დაწყების, წამოწყების სამზადისი. რაღაცის სამზადისი, ორივეში წიგნი ხატია, მეგობრებო. ეს ადამიანი რაღაცისთვის ემზადება და ჩვენ იქ გვაჩვენა კიდევ, რომ ფრთხილად უნდა იყოთ. ამ ადამიანს რაღაც აქვს განზრახული და თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად. ასტრაბარათებიც ადასტურებენ ამას, მეგობრებო. ფრთხილად იყავით. ხო, მეგობრებო, ფრთხილად იყავით. ლაბირინთი, ისევ არ მოხდეთ გაუგებრობაში, ისევ არ მოხდეთ რაღაც ამ ლაბირინთში, საიდანაც გამოსვლა გაგიჭირდებათ, უბრალოდ გაფრთხილება ალბათ ასეთი. და უნდა გითხრათ.
ფრთხილად უნდა იყეთ. ამას აქვს აზრი. ხო. კიდევ მისი მომდევნო ნაბიჯები. ასე გეუბნებათ, ნახე რა გიქნაო. როგორ გემუქრებათ მეგობრებო, ნახეთ. ეს ადამიანი გემუქრებათ. აი ნახე რა გიქნაო, გეუბნებათ მეგობრებო. აი ნახე რა დაგემართოს, ან ნახე რა დაგმართო. სწავლი თუ გინდოდეს. გაშინებთ რო იყვიან. ხო. აი ნახე რა გიქნაო, აი ნახე რა დაგემართოსო. აი ესეთი აზრი მოდის მეგობრებო. ხო გეუბნებით ეს ადამიანი სანდო არა. ფრთხილად იყავით მეგობრებო. რაღაც აქვს ხელში ამ ადამიანს. რაღაც მტკიცებულება აქვს ხელში. ნუ ვისთან რა და ვისთან რა ეხლა. მე არ ვიცი რა უკავია ხელში, მაგრამ ხო. არენდოთ. მეგობრებო, არაფერზე ხელი არ მოაწეროთ. თუ კი რაიმესთან საქმე გაქვთ და შეხება გაქვთ, ან რაიმე საბუთი გაქვთ, ხელი არაფერზე არ მოაწეროთ. დაკვირვების გარეშე ხელი არაფერზე არ მოაწეროთ, იმიტომ რომ რაღაც აქვს ხელში. რაღაც ფურცელი აქვს ხელში. მისი მომდევნო ნაბიჯები. ძალიან ბევრი ოცნება აქვს ამ ადამიანს, შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი დამარცხება უნდა, რო გემუქრებათ. ხო. ეს ადამიანი საუბრობს ორქრივ სიყვარულზე. ამას გონია რომ თქვენ ისევ გიყვართ. ხო. მისი მომდევნო ნაბიჯები არის ის რომ თქვენთან მოახლოება უნდა. ამ ადამიანმა მიღთა თქვენი ფასი სხვათა შორის. როგორი მიუწვდომელი ხართ მისთვის, როგორ გაფასებთ ნეტა იცოდეთ. ამ ადამიანს შეიძლება მეგობრებო ძალიან ბევრი ურთიერთობა ჰქონდა, 1, 2, 3. 3 ადამიანი ჩანს უკან, მეოთხე კიდევ აგერ ცოტა გვერდიდან ჩანს. ამიტომ ამ ადამიანს შეიძლება ბევრთან ჰქონდა ურთიერთობა, ნაცნობობა, ფლირტაობა, ესეთი რაღაცები, მაგრამ თქვენ სულ სხვა ხართ. თქვენ ძალიან გამოგარჩევთ ეს ადამიანი. ეხლა მეგობრებო, ხა მე არ გამომიხდეთ, ჩემი ბრალი არა. მისი ნაბიჯები. მისი ნაბიჯები იქნება ესეთი. გაგეპრანჭებათ. შორი მანძილიდან გაგეპრანჭებათ, კი. გაგეპრანჭებათ მეგობრებო. ამ შემთხვევაში მისი ნაბიჯები იქნება ამ შემთხვევაში ეს თვითონაა და გაგეპრანჭებათ. ესე შორიდან გამოანათებს რაღაცნაირად რაღაცას მოქმედებს მეგობრებო. ხო, თითქოს გაიპრანჭება. ხო, ან წაიცეკვებს თქვენ გამო, სურათს ფოტოს დადებს თქვენ გამო. ხო, რაღაცას ისეც გააკეთებს და იცოდეთ რომ ეს თქვენ გამო იქნება. რო თქვენ შეამჩნიოთ, როგორ კაშკაშებს და ანათებს, მაგრამ არ დაუჯეროთ. იცით როგორა? თუხთუხებს და ვერაფერი ვერ აწყნარებს ისეთ დღეშია. ხო. ძალიან ცდილობს საკუთარი თავის ბალანსში მოყვანას, მაგრამ არ შეუძლია. ვერ ახერხებს. ხო. ვერაფერს ვერ ახერხებს, მეგობრებო, არა, ნუ რა ვთქვა ეხლა, შეხედეთ, მაგია. ამ ადამიანს აქვს შეიძლება ჩაფიქრებული ისიც, რომ თითქოს მაგია ხო არ ცადოს. ფრთხილად იყავით მეგობრებო. აქ ჩვენ გვაჩვენა. უყურეთ ეხლა უყურეთ. ეს აქ ტყულა რა. ეს ადამიანი შეიძლება მეგობრებო ნოტარულ რუკაზეც გამოწმებდეთ, ან ზოგადად მაგთან დადიოდეს, ან ხო კარტებს უყურებდეს, იმიტომ რომ კარტები უკავია, აქ ხელზე მკითხაობა, აქ არის კიდევ რა ქვია ამას, მავიწყდება სულ ამის სახელი მეგობრებო. გამოთვლა, ნუმეროლოგიური გამოთვლა, ამასაც აკეთებდეს. მაგარი ისე ბოდიში ამ სიტყვის შენძრეული ვინმეა. ბოდიში ამ სიტყვისთვის. ხო. ეს მიყოფილა. ხო, გამოკვლევებს ატარებს და იმიტომ გემუქრებათ ალბათ ამით გემუქრებათ. ნახე, რა გიქნაო. ხო.
ნახე რა გიქნაო. მეც აღარ ვიტყვი. ნუ რა ვქნა ხა ვერ ვაკონტროლებ სიტყვებს. მე აქ ვერ ვაკონტროლებ სიტყვებს მეგობრებო. მე რო სიტყვები ვაკონტროლებ ვერ წავიყვან ლაივს. მე ხო არ ვიცი აქ რას ვლაპარაკობ. თქვი. ხა. მოვთქვი წყალი შორს მაქვს. ეხლა რო ვავდგე მე ვეღარ დავიჯდები და ვერც ვდგები. ხა. თქვი. თამარი რო ამბობს. მე ვიტყვი გეიმიორებ. თქვი. მოკლედ ჩემო ძვირფასებო ესეთი იყო. ხო რომ დავამთავრებ მე წამოვწვევი და კიდევაც დავწვევი რა პრობლემაა. მეგობრებო, ესეთი იყო. ასტრაბარათები. რაღა ქნა და შენ დალიე წყალი. წყალი დალიე ცივი. მეგობრებო, უფრთხილდით. ხა, ესე არაფერზე არ იდარდათ. მე შენ გეტყვი თქვა. თქვი. ხა, ეს აცოდავი ალბათ მეგობრებო თვითონ წერს და თვითონ კითხულობს. თვითონ ამბობს კიდე მეორე. ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი ჩემო ძვირფასებო, ძალიან მაწვალა. ტელეფონმა თუ ინტერნეტმა. რატო შეშინდი? რა შესაშინებელი? შეშინებული თვითონაა და გამოსალოცი მეგობრებო. თვითონ ცდილობს კი? თვითონ ცდილობს და ყველანაირად ცდილობს იმაში ასახმე. არა მგონია რაიმე რომ დაგიშაოთ მეგობრებო, იმიტომ რომ თქვენ უკვე რადგან იცით ეს ყველაფერი გამორიცხულია. დავდებ ვიდეოს რომ მოусმინო, აბა რას ვიზამ? აბა რატო წერ? ხო, მეგობრებო, თქვით ხა. ხა, ნუ რა ვქნა, ცალი რატო ქონდა და ორივე რატო არ ქონდა? მეორე სად ქონდა? მორჩი უკვე. ხო, მორჩი უკვე, მეგობრებო, მორჩი. ნუ დავამთავრე, რა ვქნა, ეხლა ცოტას 2 წუთი ესე თქვენთან ვისაუბრებ. არაფერი არ გამოუვა, მეგობრებო. არაფერი არ გამოუვა. ძალიან ბევრს ეცდება, მაგრამ არ გამოუვა. თქვენ გამოიკამათებს მეთქი, გეუბნებით. ხო. ისე უნდა სიყვარულით მოსვლა, კი? ახალ ალიანსებს მოძებნის, ახალ გზებს მოძებნის, ახლებურად მოვა მეგობრებო. შეიძლება რომელიმე თქვენთაგანს საჩუქარიც გაგიკეთოთ, მოულოდნელი. ეხლა მოულოდნელი იქნება იმისი გამოჩენაც თქვენთვის, მოულოდნელი საჩუქრად მოვა. საჩუქარი მოვედიო, გეტყვით. ხა, საჩუქარი მოვედიო, გეტყვით. მეგობრებო, მოგწონთ მისი აზროვნება? ეგ სიტყვა მეორეჯერ არ გაიმეორო. ლიკუნა, რანაირი სიტყვებია, გოგო? ეგ რა არის? ხა, საჩუქარი მოვედიო, გეტყვით, მეგობრებო? არა ბიჭოს. რომელია წიაპაო? რა წიაპაზე საუბრობთ, მეგობრებო? გამარკვიეთ მეც. წიაპა ვიცი წიძილა. შეძლების და გვარად ყოველ საღამოს მაქვს. კი, ნუ შეძლები და ხამდენ ტყუილს ვერ ვიტყვი. ყოველ საღამოს არ მაქვს. შეძლების და გვარად ყოველთვის საღამოს მაქვს. წიაპა რა არის? მამუკა საბიშვიდიანი. წიაპა რა არის? ანა მარია გეკითხება. ბებიას რეზინებს რომ აძროვდია. არ ვაძროვდი, მეგობრებო, რატო გონიათ რომ ვაძროვდი? იმ რეზინებს ვყიდულობდი. არაფერში არ ვაძროვდი. ანა მარია, რა ის ქორწილია, გოგო, იწובה ქვეყანა? ხო არ გადაობ? გათხოვდი, შენ და იქორწილე? დაგპატიჟე, რა პრობლემა გაქვს? შენ დაიხჭი, აწი თუ კაია? ანა მარია, ამ სიცხეში.
ხა აბა აჰა შეხედე ერთი სხვის ხარჯზე გინდა ანა მარია სხვის ქორწილში გინდა იცეკვო შენ ქორწილში იცეკვე ამ სიცხეში რა დროის ქორწილია გოგო ვარ გადაავალ მეგობრებო მშვიდობიანი ღამე ყველას ძალიან კარგია და სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა ოღონდ მართლა გეფიცებით ძალიან მიყვარხართ მიყვარს ეს მე ჩემი აუდიტორია მიყვარს მე ჩემი აუდიტორია მიყვარს ძალიან მიყვარხართ ძალიან გაფასებთ ძალიან მეიმედებით დავაგვიანეთ კი დავაგვიანეთ მაგრამ არა უშავს ხო ავტვირთო მეგობრებო ძალიან გამაწვალა დღეს ამ საღამოს ინტერნეტმა აი ისე ჭედავდა და ისე მაშვებოდა რომ არ ვიცი როგორიც გამოვა ისეთივე ავტვირთავ სავარაუდოდ იქნება ორ ნაწილად მეგობრებო ხო იმიტომ რომ პირველი გაწყდა აუ არ თქვა ისე მიყვარს ამთარი მეგობრებო აი ზაფხული არ მიყვარს ძალიან მიჭირს ზაფხული მეც ყველა სეზონი მიყვარს ზაფხულის გარდა მოკეთ მშვიდობიანი ღამე ყველას და აბა დროებით მეგობრებო აბა დროებით მადლობა ყველას გაიხარეთ